სამწუხარო ვითარება. როგორ ატყუებს მერაბ დვალიშვილს ამერიკული ორგანიზაცია UFC და დენა უაითი, სავარაუდოდ ამერიკელებს თეთრ სახლში ომალის და პიოტრ იანის ბრძოლას ურთ, ნუ თუ რუს მებრძოლთან რევანში არ შედგება. ხვიჩა კვარაცხელია ფინალების კაცია. ქართველმა გოლი გაიტანა და მორიგი თასი აღმართა. უსამართლოდ ცვლილება და ფრანგული მედიის ეპიცენტრში მყოფი კვარაცხელიას მორიგი დიდი დამსახურება. მუქარა, ზეწოლა, ოჯახური ძალადობა, ცრუბრალდებები, ილია თოფურია სოციალურ ქსელში სიტყვით გამოდის. ამ განცხადებამ ყველაფერს ფარდა ახადა. ეხლა ხალხმა ყველაფერი გაიგო. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. როგორც ხედავთ, ვცდილობ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები მოვიძიო და გავაკეთო საინტერესო კონტენტი, რაც მე მგონი გამომდის. ამიტომ მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი. შენ ეს მხოლოდ 3 წამს წაგართმევს არხს კი ზრდაში დაეხმარები. წინა ვიდეოები ძალიან მოგეწონათ და ბოლო ვიდეოზე 2200 მოწონება დავაგროვეთ. ინტერესისთვის ვცადოთ და ამჯერად 2300 მოწონებაზე ავიდეთ. ფიქრობ ძალიან რთული მისიაა, თუმცა თუ არ დაიზარებდა და ალაიქებთ, შეიძლება გამოვიდეს კიდეც. ეს არის არხი Footvision. კომფორტულად მოკალათდით და დავიწყოთ. FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას PSG ბრაზილიურ Flamengo-ს დაუპირისპირდა და ძირითადი დროის 1-1 დასრულების შემდეგ პენალტების სერიაში 2-1 გაიმარჯვა. კატარში გამართული ფინალის პირველი ტაიმი პარიზელებმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 1-0 მოიგეს. კვარამ დეზირე დუეს პასითა და მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ზოგადად ხვიჩას კარგი მაჩი ჰქონდა. აქტიური იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც და რამოდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა. საბოლოოდ ქართველმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა და ლუის ენრიკემ დამატებით დროში აღარ ეთამაშა. მოედანზე მის ნაცვლად მბაიე გამოჩნდა, რაც ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო იქიდან გამომდინარე, რომ კვარა მართლაც ერთ-ერთი ან საუკეთესო იყო მინდორზე და კარგად მისდიოდა თამაში. ხვიჩამ სოფასკორის მიხედვით შეფასება 7.9 ქულა აიღო. პარიზელებს ძირითად დროში გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა კვარას მოპოვებული ჯარიმის შემდეგ Flamengo-ს საჯარიმოში შექმნილი არეულობით დემბელემ ისარგებლა და მარკინიოს თითქმის ცარიელ კარში გატანა მართებდა, თუმცა ბურთს სწორად ვერ მიუდგა. პენალტების სერიის გმირი პარიზელთა რუსი მეკარე მატვეი საფონოვი გამოდგა, რომელმაც 4 დარტყმულის მოგერიება შეძლო და თავის გუნდს თასის მოგებაში დაეხმარა. ვერ ხვდები რასთანაა კავშირში ის, რომ ქართველ სპორტსმენებს მუდმივად არაფასებენ სათანადოდ. ნაპოლი, რომელიც ჭურში იჯდა და 33 წელი ვერ იგებდა სკუდეტოს, მოიგეს კვარაცხელიასთან ერთად. ამ დროს კვარა ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი ფეხბურთელია. ახლა პარიზელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობდნენ და რაღა არ გააკეთეს იმ არაბებმა მოსაგებად, ვინღა არ მოიყვანეს, მაგრამ ვერ იგებდნენ მესისთან, ბაპესთან და ნეიმართან ერთადაც კი. მოვიდა ხვიჩა და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. თქვათ ეს ხალხი ბრმაა და მის წვლილს მოედანზე ვერ ხედავს. აშკარად კაი ფეხი აქვს და ეგ მაინც დაუფასეთ, რადგან რომელ გუნდშიც არ გადავიდა, ყველა მოგება დაიწყო. მაგრამ არა, მას არ აფასებენ. ფრანგული მედია 4 და 5 ქულებს უწერს და ამბობენ, რომ საშუალოდ ითამაშა. ნახოთ რა სიძახის გამოცემა Paris Fans. ძალიან საშუალო პირველი ტაიმი და 1 გოლი. ეს არის ის, რაც მან გუნდს შესთავაზა. ამის მიუხედავად ვერ უარყოფთ მის ენერგიას დაცვასა და პრესინგში. საბოლოო ჯამში მან ძალიან ცოტას მიაღწია. დამატებითი დროის დასაწყისში იბრაჰიმ ბაიემ შეცვალა. და ეს გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას უწერს 4 ქულას. გამოცემა ლექვეტი დუ სპორტ ხვიჩა კვარაცხელიას 5 ქულას უწერს და ასეთ კომენტარს აკეთებს. გატანილი გოლის მიუხედავად ქართველმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო, განსაკუთრებით კი ტექნიკურ ასპექტში. ძალიან საინტერესოა ამ გამოცემის რედაქტორები რას თვლიან თავის გამოჩენად, რადგან ერთადერთი გოლი, რომელმაც გაიყვანა პარიზი დამატებით დროში და პენალტების სერიამდე არის ის გოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რაშია პრობლემა? ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა კამილ გაჯიევმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. გაჯიევმა დაასახელა მთავარი მიზეზი, რის გამოც მანქანა წელიწადში 4 ხორთაბრძოლას მართავს და ყველაფერი ფულს დაუკავშირა. მერაბი უბრალო ქართული ოჯახიდან არის. ის საკუთარ თავს თავად არჩენს. კარიერის დასრულებიდან 1, 2 ან 3 წელიწადში მასზე განსაკუთრებულად აღარავინ იზრუნებს. ამიტომ ჩემი აზრით მთავარი მიზეზი, რის გამოც დვალიშვილი ასე ხშირად იბრძვის, ფულია.
მიმაჩნია, რომ ეს ყველასთვის გასაგები მიზეზია. ფიქრობ, ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც 30 წელს გადაცილებულია, დვალიშვილს ბოლომდე გაუგებს. განაცხადა გაჯიოვმა საკუთარ YouTube არხზე. როგორ? ან რატომ ატყუებენ მერაბ დვალიშვილს? როგორც წინა ვიდეოში განვიხილეთ, რა თქმა უნდა თეორიის დონეზე, შესაძლოა, რომ მერაბის ეს მარცხი დაგეგმილი ყოფილიყო. და ვარაუდი ის იყო, რომ თეთრ სახლში ჩაეტარებინათ მერაბის და პიოტრ იანის რევანში, რათა უფრო კარგად გაყიდულიყო. ახლა ინტერნეტში სხვა ვერსიებიც ვრცელდება. თეთრ სახლში პიოტრ იანი იბრძოლებს, მაგრამ არა მერაბთან, არამედ შონ ომალისთან, ამერიკა-რუსეთის წინააღმდეგ. თეთრ სახლში ასეთი ბრძოლის ჩატარება. ხომ ხვდებით რამხელა პოლიტიკური ინტერესია ამ ყველაფერში და შეეწირა მერაბის ისტორია. მან დათმო ქამარი და ახლა თავიდან მოუწევს იგივე გზის გავლა. დამსახურება, მოგება, შენარჩუნება. თუმცა მე თუ მკითხავთ, მერაბი უკვე იმსახურებს რევანშს და არაფრის დამტკიცება და დამსახურება ნამდვილად არ სჭირდება, თუმცა დასვენება და მომზადება არ აწყენდა. დაწერეთ, რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. რეალურია თუ არა ის, რომ საქმეში პოლიტიკა იყოს გარეული და ეს ყველაფერი დენა უაითის ვირთხული გეგმა იყო. შესთავაზონ მერაბს დიდი შესაძლებლობა ფულის და თეთრ სახლში ჩხუბის სახით. იჩხუბოს პიოტრთან დგომში, რაც ზრდის იმის შანსებს, რომ რუსი გაიმარჯვებს. შემდეგ კი თეთრ სახლში ომალი აჩხუბონ. ცოტა ფანტასტიკას გავს, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ არაფერს. ამაზე თავად შონ ომალიმაც კი ისაუბრა, მას თეთრ სახლში ბრძოლა სურს პიოტრ იანთან და სანამ მოვისმენთ ამერიკელი ბრძოლის კომენტარს დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი. ამ ორი ღილაკის დაჭერით შრომას დამიფასებ. წინასწარ მადლობა. ახლა კი ვნახოთ რა განაცხადა შონმა. იანვარში მე სონგი ადონგს დავამარცხებ. შემდეგ კი რუსი მომიყვანეთ თეთრ სახლში. პიოტრთან ქამრისთვის ვიბრძოლებ. ამერიკელი მებრძოლის ამ კომენტარს პიოტრ იანი შემდეგნაირად გამოეხმაურა. რუსეთის დროშის აღმართვა თეთრ სახლში. ეს საერთოდ ძალიან მაგარი იქნება. წარმოგიდგენიათ? მაგრამ კიდევ ერთხელ ჩემი მწვრთნელი ქაირათ ამირხანოვი ამის წინააღმდეგია. ის წინააღმდეგია, რომ მე თეთრ სახლში ვიბრძოლო. მე კი ვფიქრობ, რომ პირიქით ეს მაგარი იქნება და ემან თქვენთვის თავად დაასაბუთოს თუ რატომ. თავისი სიტყვა პიოტრის მწვრთნელმაც თქვა. ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის, რომელსაც ვიზა არ აქვს, ტერიტორიულად საუკეთესო ადგილებია აბუ-დაბი, საუდის არაბეთი, შესაძლოა მაკაო. მას არ უნდა, რომ მე მის გარეშე წავიდე თეთრ სახლში, გესმით? სიცილით დაამატა იანმა. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი ძალიან ნათელია. პიოტრს ძალიან ეშინია მერაბთან რევანშის და ეს აშკარაა. ხოლო UFC-ს როგორც ორგანიზაციას პიოტრის და შონ ომალის ბრძოლა უფრო აწყობთ, რადგან თეთრ სახლში პოლიტიკური კონტექსტით ჩატარებული რუსეთი-ამერიკის დატაკება საკმაოდ გაყიდვადი იქნება. ძალიან სამწუხაროა, რომ მერაბი ახლა ესეთ სიტუაციაშია, მაგრამ იმედია ყველაფერი გამოსწორდება და თეთრ სახლში სწორედ ქართველი იბრძოლებს. იმედია ის მალე დაიბრუნებს საკუთარ ქამარს, რომელიც მას ეკუთვნის 100%-ით და ყველას დაუმტკიცებს, რომ ის ნამდვილი, ერთადერთი და განუმეორებელი ჩემპიონია. წარმატებები ვუსურვოთ მერაბს. ახლა კი შემდეგ თემაზე გადავიდეთ. UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ელმატადორი პირად ცხოვრებაში შექმნილ მდგომარეობას შეეხო და სკანდალური განცხადება გააკეთა. ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, რომ საჩემპიონო ქამრის დაცვისგან პაუზა ავიღო. ეს არჩევანი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა როდესაც ჩნდება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან შენ ღირსებას, ოჯახსა და რეპუტაციას, ამ დროს აუცილებელი ხდება მათთან უშუალოდ გამკლავება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩემზე განხორციელდა მძიმე და კატეგორიულად მიუღებელი ზეწოლა. მათ შორის იყო მუქარები, რომ ფინანსური მოთხოვნების და უკმაყოფილებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის ცრუბრალდებები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოა. სიმართლე არის ის, რასაც მტკიცებულებები ამტკიცებენ და არა ის, რასაც ვინმე შეიძლება ფიქრობდეს. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ყურადღებით არის დაცული და დოკუმენტირებული, მათ შორისაა აუდიო ჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაცია, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო მასალები. აღნიშნული მტკიცებულებები გადაეცა შესაბამის ორგანოებს, რათა დაწყებულიყოს
სამართლებრივი პროცესი, გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, ფინანსური და პირადი ქონების მითვისებისა და მუქარის ფაქტებზე. ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება დუმილის შენარჩუნების შესახებ მიღებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად, რომლებიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და მთავარი ნაწილია. თუმცა მივხვდი, რომ ასეთ ვითარებაში დუმილი სიმართლეს არ იცავს, ის ცრუ ნარატივებს გავრცელების საშუალებას აძლევს. რაღაც ცუდი ტალღაა და ჩვენი ორივე ჩემპიონი ერთდროულად აღმოჩნდა ესეთ ცუდ დღეში. იმედია მოახერხებენ ამ ყველაფრის დაძლევას, რადგან სწორედ აქ ვლინდება ნამდვილი მებრძოლის სული. სამწუხაროდ ეს ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედი მაქვს ის სიამოვნეთ და რამე ახალი საინტერესო გაიგეთ. გემშვიდობებით და თუ ამ ვიდეოზე აქტიურობას ვნახავ, ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.